მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ჩამოენგრა გეგმა, რომელიც 11 სინდისის პატიმრის საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა. სახაზინო წესით დანიშნულმა სამივე ადვოკატმა დღეს სასამართლოს უთხრა, რომ ვერ დაიცავენ იმ ბრალდებულებს, რომლებიც მათ არ ენდობიან. გარდა ამისა, საზოგადოებრივი წესით დანიშნულმა ადვოკატებმა მოსამართლეს განუმარტეს, რომ კანონდარღვევით მოხდა მათი დანიშვნა 11 სინდისის პატიმრის საქმეზე, რადგან ადგილი არც პროცესების გაჭიანურება ჰქონდა და მეტიც კანონშიც კი არ არის ჩანაწერი, რომ სახაზინო ადვოკატი უნდა დაენიშნოთ იმ ბრალდებულებს, რომელთაც უკვე ყავთ კერძო ადვოკატები. ბრალდებულებმა დღეს მოსამართლეს განუმარტეს, რომ მათ არ ჰქონდათ სურვილი სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები ყოლოდათ, რის გამოც მოსამართლე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 25 წლის 25 ივნისს ჩემთან სანახავად იყო მოსული სასამართლოს მიერ სახაზინო წესით ჩემთვის დანიშნული ადვოკატი სალომე არდოტელი, რომელთანაც არანაირი პირადი რაღაც არც ცხენა მაქვს და არაფერი პირიქით პატივის წევა მინდა რომ გამოვხატო. თუმცა არ მგონია, რომ ეხა ამ სიტუაციაში მიზანშეწონილი იყოს, რომ ეს ადამიანი მიცავდეს. საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დეტალს მე უცხო სახაზინო წესით იძულებით დანიშნულ ადვოკატთან ვერ შევეთანხმებ. პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ჩემი უფლებები ირღვევა, ამით ვფიქრობ და არ მინდა რომ სხვა ადვოკატებმა დამიცვა. არც მის კომპეტენციას ვაყენებ არავითარ შემთხვევაში ეჭქვეშ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო აღარ დავიწყო ჩამოთვლას. ბატონი კომარის უშუალოდ ჩემი უფლების მიხედვით. მე მყავს ჩემი ადვოკატი, რომლის გარდა არავინ არ მინდა რომ მისცალდეს. დობას ვერ გამოვუცხადებ ამ ადამიანებს. დობას შეიძლება გამოვუცხადო მხოლოდ ჩემს უფლებადამცველს. დიდი პატივისცემა ბატონ დალის აცილებას მოითხოვა და ჩემი უფლებებს დაიცავს ირაკლი ჩამოხატა. მე წავიდო აცილებას. მჭირდება თანხმები დაკავებულებს მინიმუმ ბრალდებულთან კომუნიკაციაც გიაშენდა. შესაბამისად ორი მათგანი საერთოდ დობასაც კი არ მისხადებს, ოთახშიც კი არ ამოვიდა შეხვედრის ოთახში. საზოგადოებრივი ადვოკატი ინიშნება საქმეზე მაშინ, როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ამ შემთხვევაში ყველა თანხმდებით, რომ სავალდებულო დაცვის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. და გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა უმთავრესად ემყარება ნდობას. მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. და მნიშვნელოვანი აქ არის კიდევ ის, რომ თითოეულის ადვოკატი, ვისი ინტერესების დამცველ ადვოკატადაც მე დავინიშნე, დღეს გამოცხადებული არის პროცესზე და მათი მხრიდან არანაირად არასდროს არ ჰქონია პროცესის გაჭიანურების სურვილს ადგილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივია ვეთანხმები ბიჭებს და გაჭიანურებას ადგილი რო არ ჰქონია პროცესის, ეს აშკარა არის. ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ერთი გამოუცხადებლობა, რომელიც სასამართლოსთვის ცნობილი არის წინასწარ, ეს არ იძლევა საფუძველს სავალდებულო დაცვით ჩაერთოს ადვოკატის საქმიანობაში, მით უმეტეს, როდესაც ეს აშკარაა ბრალდებულების დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში და წინააღმდეგები არის. სასამართლო დღეს სრულ ჩიხში შევიდა. ნინო გალუსტაშვილისგან დღეს სინდისის პატიმრების ადვოკატები ითხოვდნენ მიეცათ ადვოკატებისთვის უფლება წაეკითხათ ნორმა, რა ნორმის მიხედვითაც ბრალდებულებს ენიშნებათ სახაზინო წესით ადვოკატი. ამის უფლება მოსამართლემ დღეს უფლებადამცველებს არ მისცა. საბოლოოდ იქამდე მივიდა სასამართლო, რომ ადვოკატებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. საბოლოო ჯამში კი მოსამართლე მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ თვით აცილება სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატებისას არ აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინო გალუსტაშვილმა 11 სინდისის პატიმარს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის ადვოკატების ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა სახაზინო წესით ადვოკატი. საზოგადოებაში სოციალურ გაუწევდა უამრავი ნიუსი. შესაბამისად, ნება მომეცით კოდექსში რა წერია, ეს სამაკითხო საქართველოს სისტემის საპროცესო სოციალურ შეში ვირა სტატუს წერს, ეს სასამართლოს ჩვენი სამსახურის იმიჯზე მოქმედებს, ბატონო მოსამართლე, ჩვენი სამსახურის იმიჯზე მოქმედებს. სამართლის საქმის ფარგლებში ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მივუთითო მოქმედებს ხომ არ ამის უფლება, რატომ არ მაგითხრით? ერთი წუთი თქვენ განმარტებას აკეთებთ სოციალურ შეში გავრცელდა არასწორი პოზიცია და იმის ახსნას ცდილობთ. და ამ საკუთრებისთვის ვიდათ გამოიყენოთ. შევალ ციხეზე და ვიღაცა მოვიდა ადვოკატი, სახაზინო ადვოკატი, ჩვენ ვართ საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც
ყველა საქმეზე ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას და მინდა ეს კანონი გამარტო. თქვენი პოზიცია სასამართლო ერთი მუხლი, 45 მუხლი, 46 მუხლი გამარტავს ამას და მინდა წავიკითხო ეს კოდექსი ბატონო მოსწოდიში. ძალიან კვალიფიციური კადრები ხართ წარმოდგენილი და თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი დაწერია მაგ მუხში. მათ შორის თქვენ თვითონაც ძალიან კარგად განვეთ ერთი წუთი. ამ ადამიანებმა ბატონო მოსამართლე დავასრულოთ. ზუსტად შეხვედრაზე რო არ ამოდის ის ადამიანი, რატო არ ამოდის შეხვედრაზე? დავასრულოთ. თქვენ სამაგითო და მომცეთ ამის. არა, დავასრულოთ. დაცვის ყოფი არ ექვემდებარება 55 მუხში ჩამოთვლილ პრინციპებს და სავალდებულო დაცვას. შესაბამისად, აი ეს მუხლი მინდა იწოდეს ამ ადამიანს. თვითაცილების საკითხს განიხილოს სასამართლო. მოკლიდა და მეცმინდა რომ მოკლედ თქვა ძალიან მოკლედ და ძალიან თუ ნუ შევიზღუდოთ და დისკრიმინაციაში ნუ გამყოფებთ ეხა კიდე ნუ დავამატებთ გაჭიანურებასთან დაკავშირებით სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება მიზანშეწონია დავასრულოთ მიზანშეწონია ჩათვალა რომ ამ საქმეში მონაწილეობას უნდა იღებდეს საზოგადოებრივი წესით დანიშნული ადვოკატი თქვენს მიერ გაჟღერებული პოზიცია ხოდ გაჭიანურების გარდა არაფერს არ იმსახურება რაც შეეხება აღნიშნული პოზიციას თვითაცილების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო არ დააკმაყოფილებს შესაბამისად აღასრულებინებთ არ დააკმაყოფილებს საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშნულთან დაკავშირებით იმჯერა წინასწარმაზე შესაბამისად ამ საფუძვლით თუ ის რომ აცილების საფუძველი არ არსებობს შესაბამისად აღნიშნულ საქმეს განვაგრძობ საზოგადოებრივი ადვოკატების მონაწილეობით ეს ყველაფერი ფილმია, მაინტერესებს დასასრული როგორი იქნება. ეს სიტყვები უთხრა დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს იუმორისტმა ონისე ცხადაძემ განსაზღვრელი სკამიდან. ონისე ცხადაძე მიმართა სასამართლოს და ურჩია ნინო გალუსტაშვილს რომ დაფიქრდეს, როდესაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან გაახსენა რა ვითარება არის ქვეყანაში, რომ ქართული ოცნების წევრებს ახლა დიდი დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან და ურჩია ნინო გალუსტაშვილს რომ საკუთარი წმენის და კანონის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. სიტყვის უფლებით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემაც მან კითხვა დაუსვა მოსამართლეს როგორ შეიძლება ქონდეს იმ სასამართლოს იმედი მსახიობ ბრალდებულს რომელიც ნორმასაც კი არ აკითხებს ადვოკატებს სხდომათა დარბაზში. შეეხება თქვენ საცილებას ყველაზე მთავარი მიზეზი არის რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ კეთილი ადამიანის როლი აქამდე და ეხლა გადაიქცეთ ადამიანად ესეც ჩემი შეფასება შეურაცხყოფად მიიღებთ ზემოდან გვიყურებთ და ისე გვეცეთ მე სახალხო არტისტი ვარ თქვენ არავინ არ ახავთ ეგრევე გეუბნებით რაღაცას გვეტყვით რომ ესე უნდა იყოს და ესე უნდა იყოს არც ვისაბუდებთ გეუბნებით რომ იურიდიულად რაღაცებში ვერ ყვებით და აღვიხსენებთ და მუხლებს აი წარმოიდგინეთ წინა სასამართლო ხო თქვენი გადაწყვეტილების გამო ადამიანმა გითხრათ ადვოკატმა გითხრათ რომ ამ დღეს და ამ დღეს არ ჩანიშნოთ ეს დღე და ეს დღე გავიდა ტყუილად აქ ადვოკატი ითხოვდა რომ წამაკითხეთ კანონი რომლის საკითხოსაც უნდა წუთი ნახევარი იმის შემდეგ გავიდა 2 საათი ანუ რა ლოგიკაში ხდება ვერ ხვდები და ჩემი აზრით თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს ეს რაღაც მუქარები და რაღაცები დასაჭიროა კიდე ანუ არც ხვირით აქედან რაღაც ელემენტარული ადამიანი ამბობდა რომ უნდა იცოდნენ ბრალდებულებმა უნდა იცოდნენ მართალ ადამიანებს ზოგადად არ ჭირდება 20 წლის ბავშვების ციხეში ჩასვლა მართალი ადამიანები არაფერს გამო მართალი ადამიანები 20 წლის ბავშვთან მივლენ დაელაპარაკებიან აუხსნიან და ის 20 წლის ბავშვი გაგრძელებს შოულებრივ ცხოვრებას ამას მარტო თქვენზე არ ვამბობ ამაზე ვამბობ აი მთელი საქოცედიანი ჭუას სწავლიან კობახიძეები და ვიღაცები როგორ შეიძლება ქვეყნის პრემიერი ამბობს რომ მე მართალი ვარ და ამ დროს გიწევდეს 20 წლის ერთს გირჩევდით თქო ამას გეუბნებით ეხლა არის ისეთი სიტუაცია რომ უკვე ერთმანეთს დაჭმა დაიწყოს და წარმოიდგინეთ ხოლმე აქედან რომ გახართ თქვენ რას გისმენ როცა ამის დროა და ეს ყველაფერი კიდე ბოლოს დავამატებ ესე ჩემი შეფასება იქნება ეს ყველაფერი არის ფილმი აქ რაღაც გაძევება გაიშლა და მე რაღაც ვანდატურები და იმასთან საოცარი ან მე დასასრული მაინტერესებს როგორ იქნება ეხლა მთელი 2 საათის განმავლობაში ადვოკატები პრაქტიკულად გეხვეწებიან რომ რა ერთი ნორმა მაინც დაასახელოთ რის საფუძველზე მიიღეთ ამ 2 სასამართლოს განმავლობაში ის გადაწყვეტილება რაც მიიღეთ მე როგორ უნდა მქონდეს იმის იმედი რომ საბოლოოდ როცა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიხვალთ იქ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და მიუთითებთ იმ ნორმას რაც საჭირო არის უბრალოდ ეჭვით არ შეგეპარეთ ანდრო რომ მაგის პრობლემა არ გექნებათ ნახოთ
ნახოთ კი ბატონო უბრალოდ ეხლა მართლა მაინტერესებს რა გახდა ორწუთიანი ამბავი ხო უბრალოდ შეგიძლიათ რომ მიუთითოთ რის საფუძველზე ანუ აი კანონში რა წერია როგორ წერია და რო აგვიხსნათ ხო მაგისთვის ვართ რომ აი კანონის დონეზე ავხსნათ ყველაფერი ხო ხო და იქნებ გავდესტ მას შემდეგ რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა იძულების წესით დაუნიშნა ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები იმსჯელეს მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით ეს შუამდგომობა დააყენეს ადვოკატებმა თუმცა რა თქმა უნდა ნინო გალუსტაშვილმა 11 სინდისის პატიმრის საქმეზე საკუთარი თავი არ აიცილა